მე ქვია ნელიკო, მუშაობ ადმინისტრატორად სასტუმროში. გამარჯობა, მე ლინი ვარ და 18+ კონტენტ კრეატორი. რაზმაძე მედია, პროფესიით ვარ არქიტექტორი. მე ვარ ინგა, ფარმაზული თერაპევტი, ეპილაციას ვაკეთებ. ტატუ არის ჩემთვის ჩემი გემოვნების, ჩემი პრიორიტეტების, ჩემი ინტერესების და ჩემთვის გამოხატვის დემონსტრირება. ტატუ ჩემთვის არის რაღაც გამოხატვის ერთ-ერთი რაღაცა ესეთი საშუალება, უნიკალურობის ერთ-ერთი რაღაცა საშუალება, ასე მგონია. ტატუ არის ჩემთვის სტილი, განსხვავებული სილამაზე, ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვა. რავი, მომწონს უბრალოდ მოხატია რა. რომ ვიხატო და ვიმატო. ჩემ პირველ ტატუ გავიკეთე 17 წლის ასაკში ხარზე. თამოტეხილი ანგელოზი. პირველი ტატუ გავიკეთე 15 წლის წინ, სხვა შორისა ეს სამი. პირველი ტატუ მაქვს ხელზე, მაწერია შუეზიღ, ფრანგული სიტყვა არის და ნიშნავს აირჩი. კი, მახსოვს. 17 წლის ასაკში გავიკეთე პირველი ტატუ. წელზე მქონდა, ეხლა აღარ მაქვს ეგ ტატუ, წელზე მქონდა. და მკლავზე კიდე. და ეგეც დაქავერაფებულია, პრინტჩერად არის გადაკეთებული ეხლა. არა, არც ერთი არ მომბეზრებია. თუმცა შეიძლება ეხლა ძალიან ძველი ტატუები რაც მაქვს, მაშინ რომ ყოფილიყო, თუნდაც სერჩი, თუნდაც ისეთი საშუალებები, ვისაც შემეძლო ესკიზები მომეპოვებინა და ტატუისტები და ასე შემდეგ, შეიძლება სხვანაირები დამეხატა. სხვადასხვა არასდროს არ მჯეროდა იმ ფაქტის, რომ პირველს რო გაიკეთებ, მე ვეღარ ჩერდები, მაგრამ ხშირად მინდება ხოლმე გადაკეთება, ანუ არსებულ ტატუებზე რაღაცების დამატება და უფრო გაზრდა. არ მომბეზდა ჩემი ტატუები, მიყვარს ძალიან. და არასდროს არ მომბეზდება, იმედია. არა, საერთოდ პირიქით ვიმატებ და ვიმატებ. კი, აი, ეს არის ჩემი საყვარელი ტატუ. კი, მე მაქვს ყველაზე საყვარელი ტატუ, იმის მიხედვით რომ მაქვს 6 ტატუ, მაგრამ ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ტატუ. აუ რა ვიცი, სიმართლე გითხრა, რავი, ერთმანეთს ისევ ათავსებ ყველა ტატუს ერთს მეორე ისე მოსდევს, რომ საერთო ჯამში გამოდის ერთი დიდი საყვარელი ტატუ რა, ყველას შენაკრებით როგორ თქვა. ჩემი საყვარელია უცხოპლანეტელი ჩემი. ვიყვარს ძალიან. აუ რავი, პირველი ტატუ რო გავიკეთე, მახსოვს სახში რო შევედი, დე ნახე რა მოქვს თქო რომ თქვი, აუ დებილი ხარო და ერთი 10 წუთი არ მოვაპარაკებოდა და მე მოვიდა დავათვალიერა, ისე კაიაო რა და მე მაგას მეორე მოყვა რაღაც დაახლოებით იგივე რეაქციით და რა ვიღებ ეხლა მე მგონი უკვე ვეღარც ამჩნევი ახალი ტატუცი რო შევძინა მართლა ვეღარ ამჩნევი მე თუ არ უთხარი ნახე რა მაქვს 15 წლის წინ როცა დავიხატე პირველი ტატუ დედა შემომითხრა მე არ გაგიღებ კარს სადაც კიდე იწადე მაგრამ დღეს ძალიან მოწონს ხო არც ისე მოსწონს თავიდან ცოტა ისეთი რეაქცია იყო ესე ნეგატივი არ გამოუხატავთ ალბათ თავიდან არ მოეწონათ, მაგრამ არანაირი სკანდალი არ ყოფილიყო ბერგერგათა. მამა ჩემ ცხოვრებას რა აზრი აქვს, შენ როგორ უნდა გათხოვდე? პირველი კომენტარი ეს იყო. რაც ტატუები დავიხატე, თითქოს უფრო გახდა ფერადი ჩემი ცხოვრება. იმიტომ რომ ვთვლი, რომ კაი დატვირთვები მაქვს, არა აგრესიული, კეთილი. უფრო თავდაჯერებული გავხდი სხვათა შორის. ალბათ შეიცვალა. თვით დაჯერებულობის მომენტება შეიძლება ოდნავ. შეიცვალა ძალიან, შემეცვალა სტილი, ბევრი რაღაცები გამოირიცხა, ბევრი რაღაცები დაემატა, სირთულეებიც დაემატა და პლუსებიც დაემატა და როგორც იტყვია, ტატუები არის კიდე ძალიან კარგი თილისმა. კი, შეიცვალა ტატუები არ მქონდა და ტატუები მაქვს. ანუ ზოგადად ისე რომ თქვა, მე მგონი მაინც იქცევს ყურადღებას რა, მაგრამ ცოტა კიდე ისევ რაღაც ხვდები ცოტა ასაკიანი ხალხისგან მოდის ცოტა ისეთი მზერები, მაგრამ რა ვინდა შეჩვეული ვარ, უკვე ხო გითხარი პირველი ტატუ 17 წლისაზე გავიკეთე და რეალურად შეჩვეული ვარ და დიდათ აღარს ვაქცევ მაგას ყურადღებას და ისე რომ მე მგონი უკვე ნორმალურია. ადამიანი რომელსაც 15 წლამდე ტატუ აქვს თუ 20-მდე არც კიდე შევწყვიტე თვლა უკვე რომ გადავთორმეთ ის აღარ გაჩერდება. არასდროს. მე მგონია რომ ადამიანი არასდროს არ უნდა გაჩერდეს.
ეგ არავინ არ თქვას რომ გაჩერდება, იმიტომ რომ გამორიცხულია გაჩერება, გინდა და გინდა, უფრო მეტი, უფრო ლამაზი, უფრო ორიგინალური, უფრო არაორდინალური. როცა სრული აღარ მექნება რომ ახალი ტატუ დავიხატო. ვურჩევ რომ არასდროს არ იჩქარონ, კარგად დაფიქრდნენ, რა დატვირთვას აკეთებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით დატვირთვას. რავი, არჩევანზე კარგად დაფიქრდეს, უეჭველი ან რაღაც მაინდსეტიდან გამომდინარე დაიხატოს რამე, იმიტომ რომ რაღაც მე გადავიკეთოთ და აღარ მომწონს რაღაცა ცოტა შემაწუხებელი ამბავია რაღაც მომენტში და რავი, თუნდაც გადატვირთვა არ უნდა, გაჩერება იცოდეს რავი. მე არ ვიცი, მაგის ნების ყოფნა არ მაქვს. ძალიან ყურადღებით მოიძიონ ინფორმაცია, ესკიზი, მოძებნონ კარგი ტატუისტები და არასოდეს არ დაენადოთ ფული და რესურსები იმაში, რომ გაიკეთონ საკუთარი ტატუ. ტატუ არის სამუდამოდ, არ უნდა გაიკეთო შაბლონური, არ უნდა გაიკეთო გავრცელებული, უნდა გაიკეთო შენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით. არ დაიშუროთ ფული ტატუში არასოდეს, რადგან ეს არ არის შამპუნი, რომელიც გათავდება და გამოწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი კარგ მასტერთან უნდა გაიგეთოს ტატუ.